ესე შატილის ვიწრო ქუჩებს მიუყვებით, როგორც ამბობენ, შატილში ესე იგი გარედან რო უყურებ, შიგნით თუ ვინმე დადის არ ჩანს. ესე დაამგვარად მეგობრებო, მოვედით შატილს. გამახსენდა მაცნე მოიდა შატილს, ქისტებმა მოგცეს ზიანიო. არც მაცნე ვარ და არც ქისტები აღარ გვაძლევენ ზიანს. რა ვაქცევით და დავათვალიერებთ ამ უნიკალურ ციხესოფერს, ამ უნიკალურ კომპლექსს, რომელიც პირველი შუა საუკუნეების სახით არის შემორჩენილი. რამდენიმე კოშკი უკვე დაზიანებულიც არის, მიხედვა ჭირდება ყველაფერს და ყველაფერს პატრონობა ჭირდება. სამწუხაროდ საქართველოში ცოტა არ იყოს გვიჭირს ხოლმე, რომ ეს სიძველეები შევინარჩუნოთ, აღვადგინოთ, რესტავრირება ჩაუვყაროთ, გავამაგროთ და სამდენი საუკუნის განმავლობაში რაც დღემდე მოვიდა, არ დაგვენგრეს თავზე და არ ჩამოგვენგრეს. ეს აუცილებელია და ეს ჩვენი ყველა თქვენთაგანის თითეული ადამიანის ვალია, ასე ვფიქრობ. კი, ისაო, ველური პიტნა არის, მთის პიტნა, აქ დამიკრეფია კიდეც იქ. მუცოს არა, ეს ჭინჭარი არის. პიტნები არის აქ ბევრი. გზაზე დამიკრეფია ხოლმე. კი, ეგენ ჭინჭარია. და ისუსხები შუა საუკუნის საცხოვრებელ სახლში შეგიძლია გაათენო ღამე. ესეთი ჰოსტელი არის, ჯალაბური და ვინც არ იცით, იცოდეთ, საკმაოდ კარგი გამოცდილება არის. შატილის ვიწრო ქუჩებს მიუყვებით, როგორც ამბობენ, შატილში ესე იგი გარედან რო უყურებ, შიგნით თუ ვინმე დადის არ ჩანს. ამ მტრის შემოსევების დროს გარედან იფიქრებდი, რომ სოფელში არავინ არის და ამ დროს გადაადგილდებოდნენ კოშკიდან კოშკში, სახლიდან სახლში და ასე ვთქვათ, ემზადებოდნენ თავდასხმისთვის და თავდაცვისთვის, რომ თავი დაეცვათ, ისე რომ გარედან ვერ ამჩნევდა ადამიანი, აქ ქუჩებში ვინმე დადის. ისე არის ნაგები მთლიანად ეს კომპლექსი. როგორც რა თქმა უნდა, თავდაცვითი ნაგებობა, იყო საცხოვრებელიც. აქ არის ძირითადად გამარჯვებული. ძირითადად არის 4 სართულიანი კოშკები იყო, რომელიც გამოიყენებოდა თავდაცვითისთვის და ასევე საცხოვრებლადაც. მოგეხსენებათ, სვანეთში სვანური კოშკები არ გამოიყენებოდა საცხოვრებლად, ხოლო თავდაცვითი ნაგებობა იყო. საცხოვრებელი კომპლექსი, ეს კოშკი შედგებოდა ძირითადად 5 სართულისგან. პირველ სართულზე საქონელი ყავდათ, მეორე სართულზე ცხვარი ყავდათ, მესამე სართულზე თვითონ ცხოვრობდნენ და ბოლო სართულზე უკვე 4 სართულიანი იყო, მესამე მეოთხეზე თვითონ ცხოვრობდნენ და ბოლო სართულზე უკვე ინახებოდა პროდუქტები, სათავსო იყო ასე ვთქვათ და იარაღი და მსგავსი თავდაცვითი საშუალებები. გარდა იმისა, რომ ლამაზია, ძალიან საინტერესოა დადიხარ. მგონია, რომ წინა საუკუნეებში დადიხარ და წინა საუკუნეებში მოძრაობ. ახტოვანებას ვერ მალაო? ვერა, ულამაზესი ადგილია. ჩემი თვალჯერათ, აგერ ადამიანი ცოცხალი. დავიჯეროთ. ხო. აი ბუდეს საქანელაში შეგიძლიათ გადაიღოთ ფოტოები. კი ბატონო, ლამაზი. აი უკვე ამ თების უკან უკვე ჩეჩნეთი არის. ქისტები. წამოდით, მე აქეთ ამოდით.
Okay, but see that yours is fine. ასე მეგობრებო, დავათვალიერეთ უკვე შატილის ციხე კომპლექსი. ძალიან საინტერესოა, ჩვენი ისტორია, უამრავი გმირობა და თავდადება უკავშირდება შატილს. ზოგადად ხევსურეთს ვიცით, რომ გამორჩეულად ძლიერი ბრძოლები იყო ხევსურეთში. აუცილებლად მოინახულოთ, ჩემი რჩევა იქნება. მეც მაქვს პატარა ჯიპურები. გარკვეული პერიოდი საქართველოში აღარ ვაკეთებდი ტურებს. ძირითადად საზღვარგარეთსა გადავხდი და ეხლა ესეთი პატარ-პატარა ჯიპურებს შემოგთავაზებთ სვანეთი, თუშეთი, ხევსურეთი, აზბეგისკენ, ჯუთა, რუსოს ხეობა და ასე შემდეგ. როდესაც რომ ექნება, აუცილებლად შემოგთავაზებთ შიდა პატარა ჯიპურებს. წავედით ეხლა უნდა განვაგრძელოთ გზა მუცოსკენ და როგორც ხარით ანატორის აკლდამებსაც მოვინახულეთ გზად აუცილებლად. ასე მეგობრებო, მიცუშიც მოვედით. როგორც ადგილობრივები ეძახიან, მიცუ არის და რა. მუცო. სოფო ხაჭაპური სოფო მოვიდა. რა კავშირშია ერთმანეთთან ხაჭაპური და მზესუმზირები? დაწერეთ კომენტარებში დაწერეთ. აი ესე შეუდექით. მიცუს ბილიქს. ეხლა აქედან არ ჩანს. იქ ზევით არის. ისეთი მდებარეობა არის, რომ ქვემოდან ფაქტობრივად არ ჩანს მცირე ნაწილი ჩანს რამოდენიმე კოშკის. ესე ქვევიდან გეჩვენება, რომ ძალიან რთული და შორია არის, მაგრამ სინამდვილეში ნელა ღინით თუ დაადგები ბილიქს, არც თუ ისე შორი არ არის ისე ახალ ვერ გაიგებო რომ იტყვია. გამოჩნდა მიცუს კოშკები, აი გზევით უნდა ვიდეთ, მე აქედან კიდე არ ჩანს, კიდე მე იქ ცოტა გადასასვლელია თორღვას კოშკზე. ესე მეგობრებო, ამოვედით სულ ცოტა გადაგვრჩათ 20 წუთში პრინციპში. ამოვედით აქ ზევით ასვლა უკვე აღარაფერია, რამდენიმე მეტრი დარჩა. აქ ეს არის შესასვენებელი ადგილია. მოსაცდელები როა სოფელში მოსაცდელი ავტობუსი ჩამოიღეს ახლა მარშრუტი ცოტა ხანში. აქედან ჩავყვებით მე. ოღონდ მე არ დამიწყოთ იქიდან რატო არ ამოვყევით მარშრუტი თუ იყო რატო არ გითხარიო. აი ესეთი კარგი ხედებია. ზემოდან უფრო უკეთესი და უკეთესი ხედებია. ესეთი შვენიერი ამბავია. ნახე რა ყოჩაღი გოგოები არიან, ყოჩაღესები. აბა ეხა ვიდეოში ხო არ ვიტყვი. ხო არ ვიტყვი წუწუნებსკო. თეო წუწუნებსკო ხო არ ვიტყვი. უკვე შიდა ქუჩები მუცოსი ამოვედით. ესეთი ლამაზი საინტერესო მიუდგომელი მტრისთვის ადგილი იყო. ლამაზია, ძალიან ლამაზი არის. ახლა თორღვას კოშკამდე უნდა ავიდეთ, რა თქმა უნდა, ჯერ აქ მოვისელფავებთ და აქედაც გადავიხედოთ. სამოსელფავებთ. შეგვიძლია ესეთი ქუჩებით არის დაქცელილი, ვიწრო ქუჩებით. სახლიდან სახლამდე გადაადგილდებოდნენ მსგავსი ვიწრო ბილიკი ქუჩებით. ესეც უკვე ზედა ნაწილი. ესე თორღვას კოშკის აღდგენა მიმდინარეობს, როგორც ეთყობა, რკინის სალპეებით არის შეკრული და
თავიც მორღვეული აქვს და ეთყობა თავიდან ახლა უნდა ააშენონ აგრეთვით. მუშაობენ ადამიანებიც. ხედები კი არის ნამდვილად დამაოგნებელია ხედები ხეობაზე. ეს ქვევით დინარე, ესე იქიდან მოვდივართ, აი ჩვენი მანქანაც შავს. ვიცოდეთ საიდან მოვდივართ. ესე განაცვალა. წავედით ახლა დავეშვით უკვე დაბლა დაუკვირდით ფეხს ადგამთ და სადაც დაღმართები არის ძალიან გვერდულად დადგით ფეხი გვერდულად ჩადით შეტრიალით და გვერდულად და უფრო დაგიმარტივდებათ ადვილად ჩახვართ რაღაცა საცობი შეიქმნა მაშინ მე მოკლეზე ჩავაჭრი რადგან საცობია ესეც აკლდამები წინ, რაღაც თის ფერდობზე, ფერდობსაც ვერ დავარქმევ. აკლდამებია შეფენილი. მიცურს აკლდამები. თუ სადმე რამე დახმარება დაგჭირდებათ დაიძახე და მოგეხმარები. ეს ისევ ჩამოვედით. ორ ლამაზი არის, ვიდეოშიც რა მაგარია, რა ნახეს რომ გადიხართ გზაზე. ძალიან ლამაზი ქუჩებია. და განცასა დაგყავს. განცას არ შეეშინდეს მარტოობის. განცა მარტოობის ხوار გეშინია. არ დაკარგავთ ნუ გეშინია. შენ დავერდი ახლა ეს ავიჩემე და თელდა ახლა ეს უნდა ვიღინო. ამბობენ რომ როდესაც ეს სიმღერას აიჩემებო მე რომ უნდა მოусმინო თავიდან ბოლომდეო და გადაიჩემებო რა რო ვერანებებ თავსო და ივცადე 1-2 ჯერ მაგრამ არ ჭრის მე მგონი. ნაუსი თქვენ ცადეთ. Nino Dakcha. ფაქტობრივად ჩამოვედით უკვე ესე უკან მოვიტოვეთ ჩვენი მიცვი და აქედან უკვე აღარ გვხდება კოშკების სახლები დაბლამდე და აქედან უკვე ჩავირბეთ ნელ-ნელა. აქედან გზად ახლა ანატორში გავჩერდებით აკლდამებში და ახლა პიკნიკი გადავწყვეტეთ ამ ულამაზეს ადგილას. მიცოდან როგორც წამოხვართ მალევე არის. აი ესე მოვეწყვეთ რა, ვიწვიან. წავი პიკნიკებთ და მე გავუყვებით ისევ გზას გავუდგებით. ძალიან ლამაზი ადგილია. მინდა გითხრათ და თქვენც ხედავთ ალბათ კადრში. ასეც მეგობრებო ანატორის აკლდამებთანაც მოვედით. როდესაც სოფელ ანატორში შავიჭირის ეპიდემია გაჩნდა და ხალხი დაავადდა, სოფლის სხვა მაცხოვრებლებისთვის რომ არ გადაედოთ და არ გავრცელებული იყო, ვისაც შეხვდებოდა ეს შავიჭირი, მოდიოდნენ და ამ აკლდამებში წვებოდნენ და ელოდებოდნენ თავის სიკვდილს და ასე იცავდნენ სხვა ადამიანებს. არ იყო ეს მარტივი გასაკეთებელი ეს ამბავი, მინდა გითხრათ. საკმაოდ დიდ ადამიანურ ძალისხმევას მოითხოვდა. გზის პირას
20 მეტრი როგორც ჩამოხვალ გზიდან ბილიკზე მიგრევე და ინახავთ პატარა აკლდამებს. ესე აქაც აი ხედავთ თავის ქალებიც არის და ძვლები ისე ამ თაროებზე ძვებოდნენ. ესეც ფერადი ლამაზი მთები აქ განაყოფთან. იგივე, რა თქმა უნდა. რაც იგივე. მარგარიტებია. არა დათვია. მაგრამ რატო არის ესეთი თეთრი დათვი პირველად ვნახე? გაჭაღარ ნერვიულობისგან გაჭაღარავდა ესეც. რას გვიშვება ეს თავრობა, რას გვიშვება? დათვი გაჭაღარა. გზის პირას ახლოს არის ფოთაშორის. დათვი ჯვარზეც ამოვედით და ჭაუხებისკენ ახლა მზე პირდაპირ გაირთყავს და ცოტა ხანში როგორც გითხარით ძალიან კარგი იქნება. აქეთ ძალიან ლამაზია. ეს ნახეთ როგორ არის ღრუბელი ჩაწოლილი ხეობაში. ლამაზი სანახაობას ქმნის. საოცარია. ესე იგი ხალხო, აბა რომელია პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი? თუ მიხვდებით. აქეთა, ვარსა. პირიქითა. ოჩაღნინო, რავო ნინოს.